გამარჯობა მოგესალმებათ, ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე. გადაცემის სპონსორია Village 11, ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11, კორეული ხარისხი PSP-ში. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს განსხვავებული შეიძლება ითქვას ისტორიული გადაცემა, რადგან ხვალ ნამდვილად დიდი დღეა. ხვალ არის 4 ოქტომბერი, ქართული ოცნების ადგილობრივი არჩევნების დღე და ასევე ხალხის მიერ ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობის დღე. დღევანდელი დღე 3 ოქტომბერი მთავრობამ გამოაცხადა უქმე დღედ და ხალხი ხვალ 4 ოქტომბერს აპირებს, რომ მთავრობა უქმეთ გამოაცხადოს. ესე ამბობენ. ერთი სიტყვით დღეს და ხვალ არის უქმეები ძვირფასო ტელემაყურებელო. სალამ კონკრეტულად 4 ოქტომბერზე გადავალ, მინდა გადაცემა დავიწყო ისევ ტრადიციული სოლიდარობით, სოლიდარობას უცხადებით ჩვენი გუნდის წევრ ონისე ცხადაძის და მასთან ერთად ყველა სინდისის პატიმარს. სხვათა შორის ამ კვირაში კიდევ 2 ადამიანი დაიჭირა ოცნება, მატება გვაქვს. ზვიად კუპრავა და გელა ხასაიან, სოლიდარობა მათ და ყველას გისურვებთ მალე გათავისუფლებას და გამარჯვებას. გავაგრძელებ დაკავებების თემას, ძალიან ბევრ თემაზე გვექნება საუბარი, მაგრამ რადგან დაკავებები დავიწყეთ, გავაგრძელოთ დაკავებები. ოცნების სასამართლომ უპრეცედენტო ფაქტი დაუშვა, დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებსაც. რაღაცა ლოგიკა ხომ უნდა იყოს, რის გამო იჭერენ არ ვიცი, არ არის გამორიცხული, ბრალდებაში ჩაუწერონ დაპატიმრებული ხართ, იმიტომ რომ გააჩინეთ და მით უმეტეს მერე გაზარდეთ ადამიანი, რომელიც მომავალში ბიძინა ივანიშვილის დაუპირისპირდებოდაო. შეიძლება ეს ეწეროს ბრალში. გიორგი ბაჩიაშვილი ჯერ გააკულაკეს, ახლა მშობლების დაჭერაც უნდათ, ერთი დახვრეტა და გადასახლება არ აქვთ შემოღებული, თორემ 37 წლისგან ვერაფრით განვასხვავებთ ამ პერიოდს ძვირფასო მეგობრებო. ამასაც შემოიღებენ ალბათ, მაგრამ მაინც მე მგონია რომ არ შემოიღებენ, რადგან თვითონ ქოცებს არ აწყობთ. ადრე თუ გვიან მათ წინააღმდეგ იმოქმედებს და არაფერში არ სჭირდებათ ახლა დახვრეტის კანონი და დახვრეტის მუხლი. არ და გახსოვთ როგორ გვიმტკიცებდნენ ქართული ოცნების წევრები, როდესაც მათ ეხებოდათ თემა, რომ დედა და მამა და ძმა ესენი ოჯახის წევრები არ არიანო და როცა იმ ღვთისმიერ კაცს მოუნდა, დედა და მამა მთლად თანამზრახველები ყოფილ. რა განსხვავება ახლა პავლიკ მოროზოვსა და ამათ შორის? უარყოფ დედას, დავიჭერ მამას, თუ კი რეჟიმი მე მომთხოვს ამას. აი ესეთი სიტუაცია გვაქვს. პროკურატურა და სასამართლო გიორგი ბაჩიაშვილის საქმეს თამადის პრინციპით მიყვება. ჯერ თვითონ გიორგის მიუსაჯეს, ახლა მშობლებს, მერე დედმამიშვილებს მიუსჯიან, წასულებსაც მიუსჯიან და ბოლოს ვინც გაიარა, გამოიარდა ბაჩიაშვილის კაი თვალით შეხედა, ყველას ერთად მიუსჯიან და იჭერენ. ქართული ოცნება საკუთარი რიგებიდანაც აგრძელებს ყოფილი ჩინოვნიკებისა და მათთან დაკავშირებული პირების დაპატიმრებას. ამჯერად პროკურატურა მიადგა ერთ-ერთ კომპანიას, რომელმაც ტენდერებიდან მილიონობით ლარი მიიღო, რომ საბავშვო ბაღები აეშენებია. 30 საბავშვო ბაღი, მაგრამ არც საბავშვო ბაღი ჩანს და არც მილიონები. რამდენიმე ადგილას ჭაობიც კი დახვდა ჟურნალისტებს ბაყაყებით დასახლებული. ესე იგი, ჩვენ მომავალს გვართმევი და ბავშვებს კიდე ბავშვობას. და ვინ იყო ამ კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი? ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი უდაბნოს არწივის ირაკლი ზარქუას სიძე. მე გადაუფორმებია თუნდაც არაუფერი კავშირი არ აქვს ჩვენ. აბა გაიხსენე, როგორ მოიხსენიებდი ხოლმე ყოფილი ოცნების ყოფილ წევრებს, ირა, დაგაჯდა შენს გაგდებულების ბუზი. ასია, რა ვქნათ, ესია ცხოვრება, როგორი დაუნდობელი ყოფილა მართლა ეს ცხოვრება. ზარქუას კისერსაც მიუახლოვდა სუსის მახვილი. რაო იკა, რა ხდება გამაგებიდე? გამოდი ერთი და დატუქსე ყველა, ვინც აი ამ მზაკრულ გეგმას ამუშავებს შენს წინააღმდეგ. გამოდი და თქვი, ჰეი შენ, ივანიშვილო, შემხრცოვანო ფსიქიკურად არაჯანსაღ მოხუცო, ხომ არ გინდა შენც გაგიყენო ღარიბაშვილის გზას. რაღაცა ეგეთი თქვი ირაკლი, რაღაცა ეგეთი. მაკრონი და შოლცი თუ აყუდე კედელზე. ეს ერთი ბიძინა ვის დაკარგვი ერთი რა. მიდი ერთი შენებურად გამოლანძღე, როგორც იცი ხოლმე რა ის. აი თან ხელს რო აბრახუნებ ხოლმე ტრიბუნასთან.
მიდი რას ელოდები ირაკლი? რა გაბრკოლებს მითხარი, რა გაბრკოლებს? რა ხდება ირაკლი? სად გაქრეს შენი შემართება? რატომ პატარავდები ირაკლი? ეს თასავით კაცი იყავი და ახლა რაღაცა ნელ-ნელა პატარავდები ირაკლი, რა მოხდა? ღმერთო ჩემო, პატარა მინდვრის თაგვით დაპატარავდი. ირა. საერთოდ ქრები და ირაკლი და რომ არ დაგვავიწყე, წვიმათ მაინც გადაიქეცი და ისე მოდი, კაპ, ციდან გამოვიქეცი. რაღაცა ეგეთი ირაკლი, ნუ ქრები, რაღაცა გამოდი და დასჭექე შენებურად. ირაკლი, ესე იგი, როგორ უნდა მიხვდე, რომ ცუდად გაქვს საქმე. აი კალაძეს რომ დაურეკავ და არ გიპასუხა, ერთი გაფიქრება უნდა გაიფიქრო, რომ რაღაცა ვერ არის კარგად. ხოლო თუ გიპასუხა და გკითხა რომელი ხარო, ესე იგი შენი ტელეფონის ნომერი უკვე წაშლილი აქვს და მართლა ვერ აგავს კარგად საქმე. კახი მასე იცის, ღარიბაშვილიც ასე თქვა, აღარც კი მახსოვს, ბოლოს როდის ვნახეო. ამიტომ პერიოდულად სულ ურეკე და როცა არ გიპასუხებს, ან გიპასუხა და გითხრა, რომ აი, რომელი ხარო? მისტერ ტრამპ, როგორ იძახდი ხოლმე. გადავიდეთ შემდეგ თემაზე. მინდა ოცნების საერთაშორისო წარმატების შესახებ გამცნოთ. ახალ მწვერვალებს იპყრობს ოცნების პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი. მოდით ნახოთ, რა თქვა მან გაეროში ვიზიტის შემდეგ. ტრამპი დამპირდა, რომ დამიკავშირდება. ეს როგორი განცხადება იყო, იცით? აი, გასაუბრებაზე რომ მოდის ადამიანი და იცი, რომ სამსახურში არა იყვან და დროზე რომ მოიცილო და მარტივად რეუნები დაგირეკავთო, აი ესეთი და ისიც რომ იმედიანად მიდის, იცის რომ დაურეკავ. აი ასე იმედიანად ჩამოვიდა ყაველაშვილი საქართველოში ამერიკიდან. აშკარაა რომ არავინ დაურეკავს, მაგრამ ტელეფონთან მაინც ახლოს არის. ყაველაშვილის გამოსვლას მოჰყვა კრიტიკა და ოცნების წევრებმა ყაველაშვილი დაიცვეს, მაგრამ სალამ გაჩვენებთ ვინ როგორ დაიცვა ყაველაშვილი, მანამდე მოგაგვით ერთ ძალიან საინტერესო ინფორმაციას. არსებობს ასეთი ტერმინი კუნთის მეხსიერება. ნუ მედიცინაში და ფიზიოლოგიაში აღნიშნავს ფენომენს, როდესაც განმეორებითი აქტივობის შედეგად კუნთები და ნერვული სისტემა იხსომებენ გარკვეულ მოძრაობებს, რაც საშუალებას აძლევს ადამიანს შეასრულოს ეს მოძრაობები უფრო ავტომატურად, ნაკლები ცნობიერი ძალისხმევით. და ეს ყველაფერი ნერვული სისტემის თვისებაა, ძვირფასო მეგობრებო. მოდით ნახოთ, როგორ დღეშია ქართული ოცნების ლიდერთა ნერვული სისტემები და მათი კუნთის მეხსიერება. ნახოთ, ყაველაშვილზე ლაპარაკობენ. მიხეილ სააკაშვილი არის არჩეული საქართველოს პრეზიდენტი, ის არის. მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა ყველა ეროვნულ საკითხს. ამ ქვეყნის შვილი ხართ? თქვენი პრეზიდენტი არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი? ძვირფასო მეგობრებო, აშკარაა რომ ოცნების წევრების კუნთის მეხსიერება ცუდი რაღაცისკენ მიგვანიშნებს. ძალიან ცუდი რაღაცისკენ, არ ვიცი. ყველამ სააკაშვილი ახსენა ყაველაშვილის ნაცვლად. ნეტავენის ყივილია ეს თუ უბრალოდ გაუაზრებელი წამოწდენა. ეგ ზუსტად მე არ ვიცი, მაგრამ ბიზნესთვის რომ სისხლის სამართლის დანაშაულია, ეგ ნამდვილად ვიცი. ამიტომ სამივე დაელოდეთ ბრალს, როდის წაგიყენებთ ეს ღვთისმიერი კაცი. ნუ ჯერ უცნობია, მაგრამ ჯობია რომ რიგის ნომერი აიღოთ უკვე, იმიტომ რიგის ნომერი აუცილებელია. თვითონ მიხეილ ყაველაშვილი კი იქნება ისე დაწყენი, მაგრამ ნუ ეგ არაფერი ყაվել, დიდი ამბავი ხე კობახიძეს და პაპუაშვილს თუ სააკაშვილში აერია, არ არის ეგ პრობლემა. აი ბიზნეს რომ აერევი სააკაშვილში, მერე გაქვს საგანგაშოთ საქმე ყაվել. მართლა ვუყოთ. ქართულ ოცნებას დღეს ყველაზე მეტად რაც ანერვიულებს, ეს არის ხალხის პროტესტი. ნუ განსაკუთრებულად ახალგაზრდების პროტესტი, ნუ ეს ანერვიულებს, რადგან ახალგაზრდები არ იღლებიან და ნუ ბოლომდე აგრძელებენ ბრძოლას. ნუ ეს ნერვიულობა ოცნების პროპაგანდისტ ფილოსოფოს ზაზა შათილიშვილის კომენტარებშიც კარგად ჩანს. მოდით ნახოთ რა თქვა მან ერთ-ერთ ჩართვისას. ახალგაზრდების ნაწილი, რომელიც არის ზედმეტი, უნდა წავიდეს ემიგრაციაში. ანუ ჩვენი განვითარებული გონება გახსნილი თაობა უნდა წავიდეს ამ ქვეყნიდან და ეს დოქსოპულო უნდა დარჩეს აქ და გააგრძელოს ქვეყნის ლპობაში მონაწილეობის მიღება. იმიტომ რომ ამ თავის პროპაგანდით ამ ახალგაზრდებს ვერ ერევა და უნდა რომ გაუშვას
და დაიტოვოს მხოლოდ ბრტყელტვინიანი მასა, რომელსაც რასაც უნდა იმას აჭმევს და როცა უნდა და რამდენსაც უნდა. ხვდებით? მოკლედ, ვისაც გონიათ, რომ შათილიშვილი მართალია და ახალგაზრდა თაობა ამ ქვეყნიდან უნდა წავიდეს, მოშორდეს და გადაიკარგოს, წყნარად გააგრძელეთ ცხოვრება და ვინც სხვანაირად ფიქრობთ, შეგახსენებთ ხვალ 4 ოქტომბერია. 4 ოქტომბერი. რა კარგი დღეა 4 ოქტომბერი, მშვენიერი დღეა. მე არაფრისკენ არ მოგიწოდეთ, ხვალ 4 ოქტომბერია. უბრალოდ დასვენების დღეა. მეტი არაფრისკენ არ მივანიშნებ ჩვენს მოსახლეობას. პარტიების წინასაარჩევნო კამპანიას მინდა შევეხო, რამდენიმე თემით. ლელოს მერობის კანდიდატმა ბრიფინგი ჩაატარა, თქვა, რომ ოცნების მხრიდან არის ზეწოლა და მოსყიდვა მათ კანდიდატებზე. ნუ ამ განცხადებას გამოეხმაურა ოცნების 2 დეპუტატი. მოდით ნახოთ რა კომენტარი გააკეთეს ორივე ერთად. მონაცვლეობით ნახოთ. ძალიან კარგი გამონათქვამია. პატარძალ ეზო ვერ დაგავა, მრუდეაო. ეს მაგონებს ერთ-ერთ ფრაზას, რომ პატარძალმა ეზო ვერ დაგავა, ეზო მრუდეაო თუ რაღაცა. აი ეს ანდაზა ორივეს ერთბაშად რანაირად შეიძლება მოუვიდეს, ესეთ ნაკლებად ცნობილი ანდაზა რანაირად შეიძლება მოუვიდეს ერთბაშად ორივე ადამიანს და ერთბაშად თქვას. წარმოგიდგენიათ, ესე იგი, ძვირფასო მეგობრებო, არსებობს ვიღაცა ტიპი, რომელიც აი ამ ქოცების ჩატში ჩააგდებს რაღაცა მესიჯს, თუნდაც აი ამ ანდაზას, რომელიც ყველამ უნდა თქვას ბრიფინგზე, ანუ ვალდებულებაა რა. აი ისე აქვს გამჯდარი ეს მონური ფსიქოლოგია, რომ ავტომატურად ლაპარაკობენ იმას, რასაც ამ ჩატში ჩაყრიან და ჩაუგდებენ. აი მაგალითად, ამ ვიღაცა ტიპმა, რომელიც ამათ მესიჯ ბოქს წერს ხო და უყრის ამ ჩატებში, რომ შეეშალოს ერთ ჩვენიერ დღეს და მესიჯ ბოქსის ნაცვლად ჩატში ჩააგდოს კომბლეს ზღაპარი. მთელი ოცნება დაეწყობა და მოყვებიან ამ კომბლეს ზღაპარს. იყო და არა, იყო რა, იყო ერთი კომბლეს ყავდა 2 ხვარი, არავინ არ იკითხავს, რატომ ჩააგდეს. ესე იგი, ჩათვლიან, ანუ თუ ჩააგდეს, ესე იგი საჭიროა და მაგიტო ჩააგდეს. და მორჩა. და ეს ზღაპარი უნდა ვთქვათ ყველამ და გამოვლე და იტყვიან. აი ხა შეიძლება შემთხვევით ვიღაცა აი მე ერთ კაცს რო აი პორნოგრაფია რო შემთხვევით შეცდომით რო ჩაუვარდეს აი მეშიც ბოქსში გამოა ეს მაჭარაშვილი და იყვი აი იტყვის რა იმიტომ რომ ჩააგდეს ესე იგი ამის რაღაცა ეს არის უნდა თქვას ანუ კითხვას არ სვავს არავინ რატო ჩააგდეს რატო ეს რა თუ თქვას ეს ვალდებულება ესე არის დალაგებული არჩევნების წინ ვიდეო ზარით ჩაგვერთო გახარია გერმანიისთვის პარტიის ლიდერი გიორგი გახარია ნუ ესე ქვია ახლა გახარია გერმანიისთვის რომელსაც ასე დაგვარიგა ჭკუა მოდით ნახოთ მისი მორიგი დარიგება დღეს საზოგადოების დაკვეთაა ცვლილებები მაგრამ მშვიდობიანი და ევოლუციური და არა რევოლუციური არა რა აშკარად მოუხდა გახარიას გერმანია განსხვავებულ იდეებს გვთავაზობს მშვიდობიანი ცვლილებები ვერ შევძელით ახლა გვთავაზობს ევოლუციურ ცვლილებებს რა არის ზუსტად ვერ ხვდები მაგრამ საინტერესოდ ჟღერს ევოლუციური ცვლილებების შეღარი როგორი ჰაეროვანია წარმოგიდგენიათ ამანას თუ ვერ გაამართლა მერე ვცადოთ მაღალ ტექნოლოგიური ცვლილებები მე რამე კრეატიული ცვლილებები ერთ სიტყვით ამ ცვლილებებს რომელიმე უცნაური სიტყვაც რომ მიუსადაგოთ რომ თუ მოუხდა ყველა ვცადოთ მართალია ხელისუფლებაში სულ ოცნება იქნება ნუ ჩვენ ტერმინებს შევცვლით როცა გვინდა ძვირფასო მეგობრებო ტერმინების ცვლილება პრობლემა არ არის ცვალოთ როცა გვინდა მინდა გაგაცნოთ სასიხარულო ინფორმაცია განსაკუთრებით პენსიონერებს გაუხარდებათ პენსია იზრდება 20 ლარით ძვირფასო მეგობრებო რა რევოლუცია აგიტყდათ და რა მშვიდობიანი დამხობა 20 ლარით გინდა ჩვენს პენსიონერებს სერიოზული ფული გამოაცალოთ ჯიბიდან ისიც რამდენით ზრდის ქართული ოცნება პენსია აბა გაიაზრეთ 20 ლარით ესე კიდე არ ჟღერს უკეთ რომ წარმოიდგინოთ საქართველოში პენსია იზრდება 10 ხინკლით ზოგან 9 ხინკლით ზოგანად გააჩნია რესტორანს
ან უფრო უკეთ აგიხსნით პენსია იზრდება 2 პაჭკა კარაქით ან ისიც ფასდაკლება თუ მოუწია იმ დღეებში ისა რა ვიცი ასეთი გამაბრუებელი ინფორმაციის შემდეგ ვიღა გამოვა რუსთაველზე ხვალ 4-ში კაცო დასვენების დღე ყოფილა და გადის ხალხი რა ახლა ნახევარი ხალხი შეატრიალეს უკან უკვე სახლიდან გამოსულა არც კი ვიცი რა თქვა პენსიის ზრდაზე პროდუქტები და წამლები ისეა გაძვირებული რომ გინდ ქონი ეგოცილარი და გინდა არა ერთადერთი ბანკომატი ფულის გამოტანისას ერთი მეც გააკეთებს მეტი და ეგ არის რა ხო აი ერთი ეგ არის და დამთავრდა ქართული ოცნება ძალიან ანერვიულებულია ხვალინდელი აქციით ყველანაირად ცდილობენ შიში დანერგონ ხალხში ამ მიზნით აქციაზე ცოტა ხნით ადრე მდინარაძე გამოაგორა პროპაგანდისტულმა არხმა რომ იცოდეს ხალხმა როგორი მკაცრი და დაუნდობელი იქნება სახელმწიფო ხვალ ისეთი ენერგეტიკა მოდიოდა მამუკასგან აი ტანში მცრიდა ძვირფასო მეგობრებო ერთ მომენტში შიშმა რომ ამიტანა ხო კარგ ახანს ვერ დავწყნარდი აი ახლა ცხელები მიკანკალებს აი შეხედე ისეთი შეშინებული ვიყავ ეს დღე ისეთი მე გამახსენდებოდა ხოლმე ელისაშვილმა რომ აფეთა და მე წნარდები მოვეშვები ხოლმე ისევ გადამივლის რომ აი თლათ ისეც არ არის ახლა და ხო ნახოთ რა განცხადება გააკეთა მამუკამ ლევან ხაბეიშვილის განცხადების საწინააღმდეგო ხაბეიშვილი გახსოვთ ალბათ $200,000 შეჰპირდა ყველა იმ სპეცრაზმეს რომელიც ხალხის წინააღმდეგ ძალას არ გამოიყენებდა ნახოთ მამუკას პასუხი ღირსებას ფულით ვერ იყიდი ღირსებას ფულით ვერ იყიდი აი ახლაც დამბურძგლა რა ეს ტანში გამიარა გამაჟორჟოლა ღირსებას ფულით ვერ იყიდიო ამბობს ადამიანი რომლის თითეული გუნდის წევრი ყავს იმ ღვთისმიერ კაც სულიან ხორციან სინდისიან მომავლიანად ნაყიდი და რეესტრში გაფორმებული ზვირფასო მეგობრებო ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით მინდა ვთქვა ძალოვნებიდან გეგმამ გამოჟონა სქემები და ნახაზები გავრცელდა ვინსად დგება გედედე დგება ჩიტაძის ასასვლელშიო შსს დგება ჭიშკართანო საზღვრის დაცვის დეპარტამენტიო ეზოშიო მოკლედ მე არ ვიცი თქვენი სქემები და ნახაზები $200,000 დადექით აქეთ პარლამენტის პირდაპირ არწივთან რო გაგარჩიოთ რო დანარჩენები სად გინდათ როგორი იქნება და დანარჩენები ხო როგორც გინდა სადაც დადექით მაგრამ ისინი იქით დადექით რომ შესამჩნევად ვიცოდეთ სად როგორ რანაირად. ესე იგი ხვალ 4 ოქტომბერს 8 საათზე 2 ამბავი გვაქვს ოცნება აცხადებს არჩევნებში გამარჯვებას და ქუჩიდან აცხადებენ ხელისუფლების მშვიდობიანად დამხობას. ეს იქნება ის ერთადერთი დღე, როცა მთელი საქართველო იქნება გახარებული ძვირფასო მეგობრებო. ოცნება არჩევნებში გამარჯვებით და ხალხი ამათი მშვიდობიანი დამხობით. ნუ მეტად უცნაური დღე გველოდება ხვალ. დასვენების დღეა მშვიდობიანი დასვენების დღე. არსებობენ ადამიანები, რომლებიც მოგვიწოდებენ რომ არჩევნებზეც მიდით და აქციაზეცო. მოდით რა ვქნათ იცით, არჩევნებზეც მივიდეთ, აქციაზეც, მერე სამთავრობო საზეიმო კონცერტზეც მივიდეთ, მერე არჩევნების გაყალბების გამო მოწყობილ მიტინგზეც მივიდეთ, კახის მხარდაჭერ აქციაზეც მივიდეთ იმათფარად აგვიშავეს და ასე ვიცხოვროთ კბილად და ბედნიერად უსასრულობამდე. მოვედოთ რა ყველაფერს რა ერთი სიტყვით. მოდით ნახოთ რა მოგვიწოდა ხვალინდელ დღის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ლევან ხაბეიშვილმა ციხიდან არის ეს გზავნილი რომელიც ადვოკატმა გამოიტანა ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს რომ პულტებიდან ამოიღონ ელემენტები და ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე. არავინ დარჩეს სახლში, არავინ დარჩეს ტელევიზორთან. კარგი, ხო, შეიძლება გამორთეთ ყველაფერი, გახვედი აქციაზე და აქციიდან ცოტა ადრე წახვიდე. ნუ შეიძლება. ნუ გამორთული გაქვს ყველაფერი. და არ იცი რა ხდება. ხო, ვითხრა ლევანი, რომ გამორთეთ ყველაფერი. გამორთეთ ყველაფერი, ტელევიზორის გამორთული, მობილურების გამორთული გაქვს, სოციქსელებიც ამოშვილეთ და ამოვედი ცოტა ადრე აქციიდან და არ ვიცით რა მოხდა. გასწავლოთ როგორ უნდა მივხვდეთ რამე თუ შეიცვალა ქვეყანაში. მობილურის ხმას აუწიეთ და ასე დატოვეთ ჩართული. დილით თუ მობილური გირეკავთ და დახედეთ,
ხო და აი ამ 13 წლის მანძილზე რომ არ შეგხმიანებია, სადმე თუ დაგინახავდა და თვალს გარიდებდა, დაბადების დღეზე არ გეპატიჟებოდა, აი ეგ ნაზარი თუ გირეკავს და გეკითხება როგორ ახარ რაშვები შეშება სად დაიკარგე, ესე იგი მოსახდენი მოხდა თვითფასო მეგობრებო. მოკლედ მეგობრებო მონოლოგის ბოლოს მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ რომ ხვალ 4 ოქტომბერია, ამბობენ რომ ოცნების ერთი დღეღა დარჩა ხელისუფლებაში ყოფნისო, ხო და შეიძლება ეს ამბავი ბევრს არ სჯეროდეს და თუ არ გჯერათ, ხვალ 4 საათზე გადით რუსთაველზე რომ თქვენი თვალით ნახოთ. მეც არ მჯერა და სპეციალურად გავდივარ რომ დავინახო ერთი რანაირად ხდება ეს ყველაფერი. და თქვენს თუ არ გჯერათ გადით და თქვენი თვალით დაინახეთ კაცო რა. ვის ელოდებით? იქ ადგილზე ნახეთ. რა მოხდა? იმეც ინტერესი მკლავს და მაგიტო გავდივარ. ეს იყო ჩემი მონოლოგი და იმედი მაქვს რომ ჩემ შოუს 4 ოქტომბრის შემდეგ კვლავ გააფორმებს ბენდი თავნალეკვეშის ხელმძღვანელობით და კვლავ იქნება გადაცემა ვანო შოუც თავისი და თავისი რავი ყველაფრით. დიდი მადლობა. გადაცემის სპონსორია Village 11, ბუნებრივი ინგრედიენტებით შექმნილი ინოვაციური მსუბუქი ფორმულა შენიკანისთვის. Village 11, კორეული ხარისხი PSP-ში. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45.